შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველო ჩაუждდება Facebook-ის, YouTube-ის, Twitter-ის, Instagram-ის, TikTok-ის პოსტებს. რავი, კიდევ რა არის და მერე დაიწყებს ამ დამნაშავეთა გამოვლენას. ჩვენს გამოვლენას, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. დინარაძე ღვთისმადელი შეიძლება სიტყვა შეურაცხყოფას სწორად წერდეს კიდეც. პროჭორელთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რომელთაც ამ უბედური საკრალური სიტყვის მართლწერა ვერა ითვისეს. მაგრამ საკითხავი ისაა, რა ესმის პროჭორილელს შეურაცხყოფად და რა ესმის ასეთად ადამიანს. არა, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან არ მოსწონთ, როცა რუსებს უწოდებენ. ცოფდებიან, როცა უწოდებენ არალეგიტიმურებს. წითელი ენთება ტერმინზე სადაო ლეგიტიმურობა, სადაო პარლამენტი. აცოფებთ სიტყვა რეჟიმი. გონიებინდება ტერმინზე პუტინის მონა. სისხლს შარდავენ სიტყვაზე ოლიგარქი. სისხლისგან იცლებიან საერთოდ სიტყვა ჩეხამებაზე რუსი ოლიგარქი. ეს ყველაფერი უკვე დასჯადია. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, რომელიც თავისი ყურმოჭრილი მსახურებით გატენეს ვიღაცა ყოფილი დეპუტატები, ნადეჟდას მენეჯერები და ვიღაცები. აი ამ კომისიამ უკვე დაუდგინა რამდენიმე ქართულ ტელევიზიას ნოიყენებთ ამ ტერმინებს თორემო. მაგრამ იმათ მისახედავთ, ვინც ტელევიზიის გარეშეც ასე ფიქრობს. კომისიის ძალები საკმარისი აღარაა და აი აქ ჩაერთვება ლეგენდარული შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა თქმა უნდა, გენერალ მდინარაძის ბრძნული ხელმძღვანელობით.